გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს გადაცემა SMS Mix-ია და მომდევნო 2 საათის განმავლობაში წამყვანები ვიქნებით მე, ალექსანდრა და მარიამი. გამარჯობა. დღეს გესაუბრებით კარატეზე, კერძოდ გოჯურიუზე. ეს არის კარატეს ერთ-ერთი მიმდევრობა და ჩვენი სტუმარი იქნება მოკლედ ჩვენი სტუმარი იქნება და ჩვენი საინტერესო ეთერს უზრუნველყოფს ბატონი ოთარ გრძელიშვილი, რომელიც არის ზოგადად კალათბურთის ფედერაციის კალათბურთის კერა უკაცრავად კარატეს ფედერაციის დამფუძნებელი და გოჯურიუს მიმდევრობის მოკლედ დამფუძნებელი და რომელიც არის მთავარი ინსტრუქტორი და მუსიკალური ჭრის შემდეგ მოკლედ შემოგვიერთდება ბატონი ოთარი, ამიტომ საინტერესო ეთერი გველოდება და დაგველოდეთ მოკლედ. დაიწყე შენ. დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ისევ და ისევ ეთერში SMS Mix-ი და ეთერს გავუძღვებით მე და საშა და როგორც დაგვირდით, ეთერში შემოგვიერთდა კალათბურთის ფედერაციის კარატეს ფედერაციის ბოდიშით ერთ-ერთი მიმდევრობის დამფუძნებელი ბატონი ოთარი. მოგესალმებით ბატონო ოთარ, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და აი რამოდენიმე კითხვა გვინდა დაგისვათ. ზოგადად არის თუ არა კარატეს სპორტი? არის მოსაზრება რომ არ არისო? საერთოდ კარატე სპორტის მეშვეობით გახდა ეგეთი პოპულარული. არის მოსაზრება რომ სპორტი არ არის სამხედრო ხელოვნება და იაპონიაშიც განსხვავებული აზრები არსებობს ამ თემაზე და მე ვთვლი რომ გარკვეულ ნაწილად როგორც სპორტიც კარგია, მაგრამ როდესაც შენ გინდა ღრმა შესწავლა სამხედრო ხელოვნების, რა თქმა უნდა, სპორტი მეორე პლანზე გადადის. პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სპორტმა გააკეთა ის, რომ კარატე ესეთი მასობრივი გახდა და პოპულარული. ბავშვებს უკვე უხარია შეჯიბრებები, გამოსვლები, მაგრამ კარატეში არის ესეთი სიღრმეები და იქაც საინტერესო მომენტები არის, როდესაც აი სპორტული მიმართულებები განსხვავდებიან თავის ტექნიკით, თავის მომზადებით, ტრადიციული მიმართულებები თავის და ხანდახან იძახიან რომ რა თქმა უნდა ეს სპორტი ასე თუ ისე მოკლე 35 წლამდე არის საერთოდ დაშვებული და მე მიზანშეწონილია რომ ადამიანმა გადავიდეს და გააგრძელოს ვარჯიშები უფრო ღრმა შესწავლა ამ სახეობის და ჯანმრთელობისთვის თავიანთი აი ფილოსოფიის შესწავლა. იმდენი საინტერესო საიდუმლო მხარეები არის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე შეგიძლია ივარჯიშო და შეიძლება არც გეყოს ერთი სიცოცხლე, რომ ბოლომდე აითვისო, რა თქმა უნდა, რომ აითვისო. და ამიტომ ჩვენი მიმართულება ტრადიციული მიმართულება ითვლება იაპონური მიმართულება გოჯირიუ გოჯუკაი შეიცავს სპორტული შესწავლის მეთოდიკას, ტრადიციული თუ გნებავთ აი ფილოსოფიაც, საბრძოლო ხელოვნების აი საიდუმლო მხარეებს და საინტერესოა ამით რომ ძალიან მრავალფეროვანია. და აი რა პლუსები მოაქვს სამ სპორტს და მე ახლა ყველას ურჩევდი, ახლა მე თვითონ ფანატიკოსი ვარ და სადღაც 40 წელი მასწავლებელი ვარ ამ დარგში. მანამდე ბავშვობაში გავიზარდე პლეხანოვის განთიადის ეზოში, ჩოგბურთის ეზო ქვიოდა, მაგრამ 3 წლიდან 4 წლიდან უკვე ჩოგბურთზე დავდიოდით ყველა ეზოში. ჩემი მეზობელი იყო ცნობილი ჩოგბურთელები, თემური კაკულია და ეს მეტრეველი მოდიოდა ჩვენ თვალწინ. პირველი და მეორე ჩოგანი იყო საბჭოთა კავშირის. წარმოიდგინეთ რამხელა სპორტსმენები ჩვენ გვერდით იყვნენ როგორც მაგალითები, ძალიან დიდი სკოლა იყო. მე იქვე კამოს ქუჩაზე გადავედი, ველოტრეკზე დავდიოდი. ყველგან საკმაოდ კარგი შედეგები მქონდა, მაინტერესებდა. აი
ბოლოს უკვე მე-9 კლასში ხელბურთზე გადავედი და ამხანაგმა აგიტაცია და ძალიან საინტერესო ყველა მიმართულება სპორტი, მაგრამ აი პარალელურად კარატე პირველად რო შეხება მქონდა და მე დავიწყე სოჩიაში, ანუ ბებია ბაბუა სოჩიაში ცხოვრობდნენ და პრაქტიკულად ზღვაზე გაზრდილი ვარ იქ ბებია ბაბუასთან ხშირად ვიყავი და პირველი შეხება კარატესთან ზუსტად იქ მქონდა, პირველი იაპონელები იქ ვნახე, იქ გავიცანი და აი თითქოს აი როგორ გითხრა, დღემდე სხვა სამყაროში მოხვდი. აი ფანატი ვარ და ფიქრობ, ვარჯიშობ, ყველაფერი იქიდან ხო, მაგრამ აი სპორტული ბაზა, ანუ ის სკოლა გავლილი. მაშინ კარატეზე საქართველოში ძალიან სხვათა შორის ძალიან პოპულარული იყო იმ პერიოდში მე გეუბნებით 72-13-14 წლიდან შემოვიდა საქართველოში ბევრი საინტერესო ადამიანი იყო და არის ბევრი სხვადასხვა განათლებით ზოგი 3-4 ინსტიტუტი დამთავრებული აი ესეთი ადამიანები დაიწყეს კარატეზე ვარჯიში, ვინც თქვა ჭიდაობიდან, ძიუდოდან, სხვა სერიოზული სპორტსმენებიც და ბუმი იყო საქართველოში. პირველად აჩვენეს საქართველოში კინო ლედი კარატე და თბილისში გავიდა ყველა ფეხებზე და ხელებს იქნებდა, ყველა გახდა კარატისტი და ჩვენც ახლა ნუ იქიდან მოყოლებული ბევრი გზა გავიარეთ, სანამ აი რეალურად არ გავედით პირველ წყაროზე იმ ოსტატებზე, ვინც აკრძალული იყო საბჭოთა კავშირის დროს, რამოდენიმეჯერ აიგზალა, მაინც ვაგრძელებდით ვარჯიშს პატლებში, ჩუმად, მალულად, გვიყვარდა ეგ საქმე, მაგრამ მე რო გაიხსნა საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა და იმ წლებში ზუსტად შევძელით გასვლა საზღვარგარეთ ასპარეზზე გავედით. კი, ჩვენ ვიცით რომ 2006 წელს თქვენ დააგპატიჟეს როგორც საპატიო სტუმარი გოჯურის სამშობლოში. ოკინავას კუნძულებზე, ქალაქ ნახაში იყო ერთ-ერთი ფუნძებდებლის მემორიალი ქვია ესე, სამახსოვრო საზეიმო საჩვენებელი გამოსვლები. და ჩვენ გვაქვს იქედან ვიდეო და ვთხოვთ გაუშვათ აი იქედან 台湾憲法を習得昭和13年憲兵巡査に拝命昭和26年琉球税関に転職され税関部長税関長を歴任されました昭和27年合重流名武館八木道場を開設昭和会会長であります国際名武館合重流活動連盟八木名達より開会のご挨拶を申し上げます。ეს არის აი შუაში ვინც იდგა ეს არის დამფუძნებლის შვილი ხო ეს არის ხო ეხლა დღესაც სათავეში დგას ოკინაური გოჯერიო ესეთი მიმდევრობა მეიბუკანის იაგი მეიტაცუ იაგი და მამამისმა დაარსა ეს მიმართულება იმ მეიბუკანი და ეს იყო საიუბილეო ესეთი საჩვენებლები მიძღვნილი ხსოვნას რა მამამისის და გვერდზე იდგნენ სხვა მიმართულებების ოსტატები აი კოსტუმებში ტრადიციული მიმართულება ოკინავაზე არის ესეთი როგორც უეიჩირიუ და შორენჯირიუ აი სამი გოჯირიუ უეიჩირიუ და შორენჯირიუს დიდი ოსტატები თავიანთი მოსწავლეებით ვინც პატივისცა და აი გამოვიდნენ იქ ნუ ახლა ევროპიდან იყო ინგლისიდან იყვნენ ამერიკიდან იყვნენ კანადიდან და მე ვიყავი საქართველოსთან მარტო რა დაპატიჟებული ეს იყო 2006 წელს 2003 წელს მე ვიყავი ჩასული 3 წლიდან ოკინავაზე მანამდე იაპონიაშიც ჩავდიოდი მაგრამ ოკინავაზე პირველად ჩავედი 2003 წელს იმიტომ რომ თვითონ ეს კუნძული ოკინავა არის და ითვლება კარატეს
სათავეთ იქ დაარსდა, იქიდან გადაიტანეს ეგ ცოდნა უკვე ტოკიოში და კიოტოში უნივერსიტეტში, აი იქიდან ეს ფუძა განვითარდა სხვათა შორის, ცოტა სხვა მიმართულება, მის სხვა სახე და აი როდესაც აი იქიდან დაწყებული გოჯური განვითარდა იაპონიაში, ანუ უნივერსიტეტებში და ესე საინტერესო და სპორტული მიმართულება უფრო იაპონიაში განვითარდა ვიდრე ოკინავაზე და ოკინავაზე ეს დარჩა ტრადიციულად. იქ არ არის სპორტული შეჯიბრებები. დღესაც არ ჩხუბობენ. ეს რომ იქ შეჯიბრებები ტარდება მარტო კატებში, ეგეთი კომპლექსები არის, როგორც იარაღით, საბრძოლო კომპლექსები არის და ამაში ეჯიბრებიან, მაგრამ სპარინგები როგორც ეგეთი არ არის. ეს უკვე უფრო სოფლიოში, ევროპაში შეიქმნა წესები, შეიქმნა ცოტა სხვანაირი მიდგომა და ახლა ოკინაველებს რო კითხავენ ხანდახან, აი იაპონურ კარატეზე, ანუ ევროპულ კარატეზე, ამ სოფლიო სპორტულ კარატეზე, ისინი რაღაცნაირად ისე იძახიან, რომ ეს კარატე არ არისო. იძახიან, ეს არის სპორტის რაღაც სხვა სახეობა. ნუ აი ეს ახლა მაგათი მიდგომა ესეთია. მე ესე არ ვთვლი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინტერესებს ყველაფერი. ყველაფერი და მაინტერესებს ღრმად, იმიტომ რომ აი ამისთვის ამდენი წელი და რაც უფრო ვარჯიშობ და რაც უფრო გადის დრო, უფრო და უფრო მაინტერესებს. სიღრმე არის და ეს როგორც კარები, ერთი კარები იხსნება, მე ხედავ მეორეს, მე კიდე იხსნება, ძალიან საინტერესო სამყარო და ყველას ურჩევ. ეხლა არ ვიცი რა, ეხლა აგიტაცია ჩემ თავზე ვაგაი დღესაც ვივარჯიშე დილაობით ლისის ტბაზე დაბივარ ბანაო ტბაში 47 წლისა ვარ ახლა და კარგად ვიმობ თავს ჩვენივრად ძალიან კარგად გამოიყო ასაკს არ ვიმობ ეს არის კარატეს დამსახურება ნამდვილად რა აი ვარჯიშების და ამ სისტემის ხოთა შორის ბავშვებიც ვინც იწყებს ვარჯიშს საკმარისია ერთი თვე ორ თვეში ნახევარ წელიწადში მშობლები ვერ ცნობენ იმდენად დადებითად იცვლებიან ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, უფრო დინჯები ხდებიან, უფრო დამჯერები, სხვანაირი ფილოსოფია იქ, უფრო რა თქმა უნდა, იქ სისტემა არის ესეთი, აი სხვანაირად ვერ მოიქცევა, იმიტომ რომ აი პატივისცემა უფროსის, ყველანაირი მოწესრიგება ეს რეჟიმში, ანუ ყველა სპორტში არის, რა თქმა უნდა, მაგ აქ განსაკუთრებულად არის მოთხოვნა არის. რა თქმა უნდა, აი ეს ბავშვი ხანდახან მოусვენარი დარბის სულ და მოდიშობელი და ხედავს ბავშვი ზის, გასუსული და ეს ჩემი შვილია, იზახი რა და ზის და 5 წუთი, 10 წუთი ზის და თვალებში უყურებს ერთ წერტილში და ვერ ცნობენ შვილი. აი მარტო ეს რა ქვია, ამაზე შეგიძლიათ მიხვდეთ. ნუ ახლა რა თქმა უნდა ბავშვი უნდა იყოს თვითონ დაინტერესებული. უნდა უნდოდეს ახლა ძალით ხანდახან ბავშვს გააჩნია რა თქმა უნდა, ნუ ძირითადად როგორ გაასუქებენ, მოიყვანებენ ეგეთ მდგომარეობაში, რომ აი თქვათ უკვე დასცინიან სკოლაში სიმსუქნისგან და მერე მოიყვანებენ კარატეზე ეგეთ ბავშვს. ანუ ახლა მე გახსენდებათ რომ ბიჭია, მამაკაცია, იზრდება და არის საჭირო, ესეც შეცდომ, მაგრამ ყველა ვარიანტში ჩვენთან სისტემა არ არის ესეთი, რომ აი იაპონური იქ შეიძლება 10 კაციდან მარტო 2 კაცი აიყვანონ, დანარჩენი დაბრაკონ. ეხლა ჩვენთან გამორიცხულია ყველა ვარიანტში. რა თქმა უნდა, დადებითი მხარეა. ახლა ჩვენთან არ არის ესეთი ამოცანა, რომ მსოფლიო ევროპის ჩემპიონები გავზარდოთ, მაგრამ ეგეთებიც ყავს. მოდით ეს თემა დავიმახსოვროთ ბავშვებთან დაკავშირებით და ეხლა გავიდეთ მუსიკალურ ჭრაზე და ცოტა ხანში დაგიბრუნდით. ჩვენ დაგიბრუნდით სტუმრად ყავს მოწვეული ბატონი ოთარ გრძელიშვილი, საქართველოს კარატეს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი და პრეზიდენტი. ჩვენ გავჩერდით თემაზე იყვანთ თუ არა პატარა ბავშვებს, თქვენ გაქვთ სტუდია, როგორც ვიცით, სადაც იყვანთ მოსწავლეებს წვრთნით,
აი როგორ შეიძლება ამ სტუდიაში მოხდეს ბავშვი, როგორი კრიტერიუმებით იყვანთ და ну მთავარია ჯანმრთელი უნდა იყოს. აი ექიმებისგან უნდა იყოს ნებართვა, ნებისმიერ სპორტისტვის, რომ ეხლა რაღაცა სერიოზული პათოლოგიები არ უნდა კონდეს, რაღაცა გულის დაავადებები ან რაღაცა არა იყო ეგეთი შემთხვევები, როდესაც მშობლებს მოუყვანიათ ბავშვები ეპილეფსიით დაავადებულები და არ გვითხრეს დროზე რა. მე მინდა გითხრათ, რომ კარგია ყველასთვის. მაგრამ საჭირო რომ ინსტრუქტორმა იცოდეს და უკვე სხვა მიდგომა არის საჭირო ინდივიდუალური მეთოდიკა ავანტყოფა ბავშვთან, მაგრამ ძირითადად ეს არის რა. ნებისმიერ ასაკში არის ჩვენთან პრაქტიკა ბავშვი 3 წლიდან დაიწყო, ეხლა 30 წლის არის, 30 წლის არის, აბა აგზელებს. ანუ მთელი ცხოვრება. ხო, არის როდესაც ასაკში შემოვიდა ძალიან საინტერესო პიროვნება, როდესაც არასოდეს არ უვარჯიშია 60 წლის მერე დაინტერესდა და დღესაც ვარჯიშობს ჩემ გვერდით. აი ხო არის ხალხი, რომლებსაც პრობლემა აქვს ხერხემალზე და აი ამ ვარჯიშების მერე გამოუსწორდება. ისეთ ხერხემალთან დაკავშირებით გეტყვით ერთ საინტერესო გამონათქვამს იაპონიაში და სხვადასხვა ჩინეთში ძახიან დიდი ოსტატები, რომ ადამიანის სიბერე მოდის ასაკით კი არა, ანუ ხერხემლის გამაგრებიდან იწყება ადამიანის სიბერე. ამიტომ ყველანაირად დაუკვირდით და გაუფრთხილდით ხერხემალს დაწყებული კისრიდან დამთავრებული. ერთადერთი წამალი არის მოძრაობა და ვარჯიში. აი უმოძრაოთ რო არის ქვავდება, ნელ-ნელა უხეშდება და იქიდან მოდის უკვე სიბერე ადამიანის და კარატე და ნებისმიერი სხვა საინტერესო ესეთი ხელოვნება, რომელიც და ხელოვნება სხვათა შორის ცეკვაც, სადაც არის აი ტრადიციული, არ არის ექსპერიმენტები, არ არის ტრამებთან დაკავშირებული, სასარგებლო არის, ეს არის ჯანმრთელობა. იქ ხერხემლიდან დაწყებული, დამთავრებული ყველა ორგანოებით. ელასტურობა, ხერხემა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, გიმნასტიკა, ეს არის ჩინური, იაპონური გიმნასტიკა თუნდაც, მაგრამ მაგას ემატება სუნთქვითი ვარჯიშები, მაგას როგორც იოგაში, როგორც აი ეს არის პირველ რიგში შენი ორგანიზმის რა თქმა უნდა, შედის იოგას ელემენტები, შედის ტაიჩის ელემენტები, აი ნუ აი ესეთი საინტერესო აი თუ გინახიათ ნელ მოძრაობებში რომ აკეთებენ აი ჩინეთში დგანან მოხუცები 100 წლის ზოგიერთი და აი ნელ მოძრაობებით აკეთებს აი ეს არის ყველაფერი ენერგეტიკული საინტერესო სავარჯიშოები რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საინტერესო საჭიროა მე რომ მკითხო საჭიროა აი სავარჯიშოებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ვიდეო მასტერის მიაგი ხქვია ხო მე მგონი და გავუშვათ ეს ვიდეო თუ შეიძლება
საინტერესო ვიდეო იყო, რომელზეც რეკლამის შემდეგ ბატონი ოთარი ისევ და ისევ გვესაუბრება, ასე რომ დაგველოდეთ. Makled დავბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო რეკლამის შემდეგ ისევ მე და საშა ბატონ ოთართან ერთად საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით და ბატონ ოთარ მინდა გკითხოთ, აი ეს თქვენი ფედერაცია ამაზე არ გვითქვავს, რამდენი წელი არსებობს, როგორ დაარსდა, აი ზოგადად ისტორია რომ მოგვიყვეთ. No, ზუსტად თითქმის დაემთხვა საბჭოთა კავშირის დანგრევას, ეს იყო აი ეს ომის მერე პერიოდი, როდესაც ჩვენ საშუალება მოგვეცა გავსულიყავით აი ამ საერთაშორისო ფედერაციაზე, პირველ რიგში რა თქმა უნდა იაპონიაზე და დიდოსტატზე და გავიგეთ რომ აი მთელ სოფლიოში სისტემა არის, აი ბევრი მიმართულება არის კარატეს და ყველა მიმართულების თავიანთი საერთაშორისო ან სოფლიო ფედერაციები იყო გარკვეული ცენტრებით, ახლა ევროპაში და მერე 5 კონტინენტში წარმომადგენლები იყვნენ და შეგვეძლო ჯერ კლუბის სახით ვიყავით, მაგრამ მე უკვე კლუბები რო გამრავლდა და პრაქტიკულად მაგ პერიოდში ყველა რეგიონში ყავდა კლუბი და დაწყებული მართვილიდან, იქ კახეთში, იქ თითქმის ისეთი პოპულარული იყო და უკვე იყო აუცილებლობა ფედერაციის შექმნის, იმიტომ რომ საერთოდ სისტემა იყო ესეთი, რომ ჩვენ ვიცით რომ თქვენ ხართ შავი და კასპიის ორგანიზაციის წევრი, ხო? ეს ორგანიზაცია შეიქმნა უკვე 10-15 წლის მერე იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ სპორტულ სოფლიო ფედერაციაში თანამშრომლობა ჩვენ კოლეგებთან აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან 20 წლის განმავლობაში დაახლოებით სხვადასხვა შეჯიბრებებში ხდებოდით ერთმანეთს და იქ იდეა იყო შექმნის აი ამ შავი და კასპიის ზღვის, ჯერ შავი ზღვის ორგანიზაცია შეიქმნა, თურქები იყვნენ ინიციატორები, იმიტომ რომ თურქული ფედერაცია ძალიან ძლიერი იყო, თავის დაფინანსებით, თავის წარმოიდგინეთ წლის ბიუჯეტი 3 მილიონი დოლარი აქვს კარატეს ფედერაციას თურქეთის. ლაპარაკიზე მე არ მინდა ამ თემაზე ვილაპარაკო, იმიტომ ჩვენი ორგანიზაცია საერთოდ არ ფინანსირდება რამდენი 2003 წლიდან. კი. Ну, ამ თემაზე მე გეტყვით რა, როდესაც არ არის ფინანსური დახმარებები, არც სპონსორობა, იმიტომ რომ სპონსორები არ არიან დაინტერესებულები არანაირად, ხო? არა, რა თქმა უნდა, მე ჩემი ბიზნესი მაქვს და უბრალოდ ჩემი ბიზნესიდან, ჩემი რა ქვია, ორგანიზაცია იკვებება, რა თქმა უნდა, ხო, სხვა გზა აღარ დარჩა აქ და ჩვენ და აი რამე შეჯიბრებებზე თუ გვპატიჟებენ თქვენ ან თქვენ მოწაფეებს? ყოველ წელს არის სხვადასხვა რანგის შეჯიბრებები. საზღვარგარეთ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო აი წელს არის მსოფლიო ჩემპიონატი ახალ ზელანდიაში ნოემბერში, სადაც დაპატიჟება უკვე მიწვევა გვაქვს. ყველა საკუბრივ ჯგუფში დაწყებული ბავშვებიდან და თქვენი მოწაფეები. რა თქმა უნდა, ნუ ახლა ეს იქნება ფინანსებთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, წარმატებები სერიოზული ჩვენ ახლა სამწუხაროდ შაშან გამოვტოვეთ ჩემპიონატი უფინანსების გამო, შაშან წინ ევროპის ჩემპიონიც გახდა. მანამდე მსოფლიო ჩემპიონი მყავდა გოჩავალიშვილი ტრადიციულ კატებში, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, ხო და ცნობადი სახელია, მე მგონი მეცნობა. ხო, ნუ აი ძალიან საინტერესო პიროვნება და დღესაც ჩემ გვერდით დგას. ბევრი მოსწავლეები ემზადებიან, ბევრს უნდათ, მაგრამ რო გითხრათ, რომ ესეთი მასობრივია, როგორც ვიგო ადრე არა, ნამდვილად არა. საერთო ინტერესი ძალიან სპორტის მიმართ დაცემულია სამწუხაროდ საქართველოში. პოპულარიზაცია არ ხდება, აი მაგალითად მე ვთქვი აზერბაიჯანში ანალოგიურად მსოფლიო ჩემპიონი რო გახდება კარატისტი, ბინას ჩუქნიან, მანქანას ჩუქნიან, ყველა ბილბორდზე არის, ყოველ დღე სხვადასხვა ტელევიზიებში დაპატიჟებულია და ერის სახე ხდება.
და ყველა ბავშვები რო უყურებენ, ყველას უნდა ეგეთივე გახდეს. რა თქმა უნდა, ეს მომენტი ადრე ჩვენ ზუსტად ესე ვიყავით, როდესაც სპორტზე მივდიოდით, იყო სახეები და ჩვენ მაგალითისთვის იყო და საზოგადოებისთვის იყო სამაგალითო და მისაღები და პრესტიჟული. ანუ მომავალს ვერ ხედავ. რა თქმა უნდა, ყველა რატომღაც ბავშვი უნდა იყოს მარტო ნაჭამი და განათლებული. ეს არის არის დაკავშირებული კულტურაშიც იგივე. ძალიან გულემწყდება მაგაზე, იმიტომ რომ უნდა შეიცვალოს ზოგადად მიდგომა ალბათ საზოგადოებაშიც და მთავრობაშიც ალბათ რა რომ დაინახონ რომ ეს ფული ჩასადების სად არის ახალგაზრდა თაობაში რომ მე შენ პრობლემები გველოდება ქუჩაში ნარკომანიის სახით, ლოთობის სახით, აი ესეთი ჯაჭვური წრე ამ წრიდან არის აუცილებლად ფული ჩასადებია ბავშვობიდან უკვე. ეხლა მარტო მოედნების აშენება არ შველის მაგას. მე რო უყურებ მაგ მოედნებზე არავინ არ თამაშობს. არავინ არ თამაშობს ფეხბურთს. ადრე მოედნები არ იყო, უფრო ჩემ ახალგაზრდობაში ეზოებში თამაშობდით, ყველა ბურთს თამაშობდით. ну აი რაღაცა შესაძლებელია ალბათ რა. მოდით ახლა მუსიკალურ ჭრაზე გავიდეთ და მე დაგიბრუნდებით. ჩვენ კიდე დაგიბრუნდით ეთერში. ჩვენი სტუმარია დღეს ბატონი ოთარ გრძელიშვილი. ის არის ღირსების ორდენის მფლობელი. საქართველოს კარატეს განვითარებაში ეს ძალიან დიდი ორდენია, რომელიც ძალიან იშვიათობა ვინმეს თუ აქვს. ბატონი ოთარი არის მე-7 დანის დონის მფლობელი, რომელსაც მოიპოვა იაპონიაში 2000 წელს კუნძულ ოკინავაზე. როგორც ვიცით, ოკინავა არის სამშობლო გოჯურიუსი. 2013 წელს. 2013 წელს მოვატიეთ. მოკლედ, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, თქვენ ტელემოყურებლებო შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში, ნომერზე, რომელიც არის ეკრანზე მითითებული, ან მოგწეროთ SMS-ები ნომერზე 95-313, 95-315-315-ზე და ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხავთ თქვენ SMS-ებს. ახლა კი გავაგრძელოთ საუბარი ჩვენს თემაზე. აი მაინტერესებს რა დონეები არის კარატეში, კერძოდ თქვენ სფეროში და როგორ უნდა მიაღწიოთ ამ დონეებს? მინდა დავიწყო იქ საერთოდ კარატე რას ნიშნავს, ბევრს აინტერესებს და არიციან თვითონ სიტყვა კარატე რას ნიშნავდა ადრე. ეს არის იაპონური სიტყვა, რა ნიშნავს შიშველ ხელს ახლა, ორი იეროგლიფიდან არის. ну ხშირად იძახიან კარატე დო. დო არის გზა, პირდაპირ თარგმანი. ანუ შიშველი ხელის გზა, ეს არის პირდაპირ თარგმანი აი ამ სახეობის. მე ვარ პრეზიდენტი გოჯურიუ გოჯუკაი, რას ნიშნავს ეს? ეს არის ტრადიციული მიმართულება. გო ნიშნავს სიმაგრეს, ჯუ სირბილეს. კაი ასოციაცია, რიუ სკოლა. ну ანუ ეს ტრადიციული კარატეს მიმართულება, რომელიც პრინციპში არის კიდევ 4, ბევრი ფედერაციები არის საქართველოში და მსოფლიოში, ამიტომ ხალხი ხანდახან დაბნეული, მაგრამ ყველა ფედერაციაში, სხვადასხვა მარტო კარატეში არა, არის ესეთი იაპონური სისტემა, სადაც იაპონური სახე, ეს არის იაპონური სახეობა და იქ არის მიღებული აი ესეთი საფეხურები, სამოსწავლო და ოსტატური. სამოსწავლო საფეხურებს ქვია კიუ. 10 სამოსწავლო საფეხური აი ამ ყველა კარატეს მიმართულებებში სხვადასხვა სისტემა ერთია. ჯუდოში სხვათა შორის. ჯუდო ითარგმნება რბილი გზა. ჯუ არის სირბილე. დო გზა. ну საინტერესო არის რომ ეს სამოსწავლო საფეხურები იწყება მე-10-დან. ანუ პირველი გამოცდა, რომელიც მოსწავლე აბარებს, ბარდება მე-10 კიუს. ეს არის ну თეთრი კამარი,
თქვათ ზოლით მოდის წითელი, მერე ნელ-ნელა მეორე გამოსდა მეცხრე კიუ ესე ორი ყვითელი კამარი და ესე ნარინჯისფერი, მწვანე, ლურჯი ნელ-ნელა ეს კამრების ფერები მუქდება. პირველი კიუ უკვე ყავისფერი კამარი, პირველი კიუ, ანუ სამოსწავლო საფეხურები ბარდება, ну დაახლოებით 2-3 თვეში ერთხელ. იმის მიხედვით როგორ აითვისა პროგრამა მოსწავლე. შეიძლება ვერ ჩააბაროს, შეიძლება გასჭირდეს ხელმეორედ გასვლა, ну აი 2-3 თვეში ხანდახან უფრო მალე, ну სხვადასხვა მიმართულებებში სხვადასხვა სისტემები არის. და პირველი კიუ არის უკვე აი ოსტატობის კანდიდატი ხდები და უნდა გავიდეს მინიმუმ 1 წელი, რომ შენ უფლება გქონდეს, პირველი კიუს უნდა გავიდეს 1 წელი, რომ შენ ჩააბარო შავ კამარზე, ანუ პირველ დანზე. და აქ უკვე იწყება შავი კამრის ოსტატური საფეხურები, პირველი დანი, ეს არის შავი კამარი. ეს შავი კამარი მერე სულ შავია, ხო. მეორე დანიც რომ გახვიდე გამოცდაზე, ანუ უფლება რომ გქონდეს შენ გამოხვიდე, უნდა გავიდეს მინიმუმ 2 წელი. 2 წელი. პირველი დანის ფლობელი მერე, როდესაც შენ ჩააბარებ, შეიძლება ვერ ჩააბარო. გამოცდა წელიწადში ერთხელ ბარდება. აი ეგეთ ოსტატურ საფეხურებს. შეიძლება 1 წელი გავიდეს, ჩააბარო მერე მეორე დანზე 1 წელი. და შენ რო უფლება გქონდეს ჩააბარო მესამე დანზე, უნდა გავიდეს 3 წელიწადი. ეს იაპონური სისტემა. მესამე დანის მერე უნდა გავიდეს 4 წელი, რომ მე-4 დანზე შეიძლება ჩააბარო. მე-4, ну აი, თელი ცხოვრება. ეხლა, ну ეს არ არის ეს მომენტი აპრიორი არ არის, შეიძლება შენ მესამეზე გაჩერდე. ხო, შეიძლება გამოცდებას ჩააბარო. ხო, შეიძლება ხო და საჭირო იმისთვის, რომ გახდე მწვრთნელი. მესამე დანი უკვე სენსეის იძახიან, ეს უკვე მწვრთნელი, მაგრამ პირველი დანის ფლობელები, მეორე დანი, პირველი კიუს ფლობელებიც უკვე ასწავლიან, გააჩნია, ну ეხლა ეს უკვე დონეა, სერიოზული დონე და მაგას უფლება აქვს, რომ მოამზადოს თუ აქვს ნიჭი, რა თქმა უნდა, მასწავლებლობის, იმიტომ რომ ეს არ არის აპრიორი რომ შენ მასწავლებელი ინსტრუქტორი გახდე. ინსტრუქტორობა სხვა არის და სპორტსმენობა და კარატისტობა სხვა და იქ უნდა გავიდეს აუცილებლად სტაჟირება, უნდა გქონდეს სხვა თვისებები, რომ ბავშვებთან, უპროსებთან აი ეს მიწოდების აი როდესაც აუხსნი ადამიანს და გასაგებ ენაზე მაგის ნიჭი უნდა გქონდეს და ნერვები. ბევრს არ აქვს. მაგრამ კიდევ ხელს ამას და ეს ძალიან ცუდია, შედეგი არის ძალიან ცუდი, როდესაც ადამიანს არ შეუძლია მასწავლებლობა, მაგრამ მაინც ასწავლის. უკვე რეაქცია არის და ბევრ შეგიძლია, აი მე მყავდა ეგეთი მუსიკის მასწავლებელი და ნუ მუსიკა არ მიყვარდა რა მაგის გულისთვის რა. ნუ მუსიკა რა დააშავა, ან კარატე ხო. ხო. კაცები ხო, ნუ რა მიდგომა არის და მყავდა სხვაც, რომელიც რა შემაყვარა მუსიკა. და ესე შემდეგ რა, მერე რა შემდგომში რა, ეს მასწავლებელზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი უნდა შეგაყვაროს. აი, საერთოდ შრომატევადია, ნებისმიერი სპორტი და ძნელია რომ შეუყვარდეს ბავშვს და დიდს. რასაც უფრო შრომასთან არის დაკავშირებული, ეზარება ადამიანს, ბუნება ესეა, მაგრამ აქ უკვე სხვადასხვა ხერხები არის. ისევ იაპონურ ტრადიციულ კარატეში არის ეს ხერხები, რომ დაინტერესო. აი, რა მაინტერესებს თქვენ რამდენი ტრენერი ყავთ თქვენს ფედერაციაში, ვთქვათ? ნუ თითქმის ახლა ყველა უფროსი მოსწავლეები, როგორც აი რომ მოდიან, ახლა ზოგიერთი, ნუ ახლა უკვე 20-25 წლის განმავლობაში უკვე ამ სფეროში როგორც მასწავლებელი, თან პარალელურად ვასწავლეთ ინსტრუქტორობას და უკვე ჩაბმულები არიან, ცალკე ჯგუფები ყავთ და მაგრამ ნუ ეს ყველაფერი სისტემატურად ხდება კონტროლის ქვეშ, ანუ გამოცდა ერთ-ერთ ბარდება. ჩვენ ყველა უყურებთ, ყველას მოსწავლეს. აი თქვენ ცალკე ფილიალში ხართ, მაგრამ თქვენი მოსწავლე და ჩემი მოსწავლე ერთად გებიან და ჩვენ ერთად უყურებთ ხარისხს და იქ ჩანს რა მასწავლებელი თქვენ მზანდებით ბოდიში, როდესაც აი დადგები და ვერ უკრავ, ვერ ხარ, ნუ აი ვერაფერს ვერ აკეთებ, უკვე შედეგია თქვენი მასწავლებლობის, თქვენი მოსწავლე ეს არის სარკე და თვითონაც ხედავს. და ეს არის ესეთი პროცესი, რომელიც როგორ გითხრათ, ნუ
არავინ არ დაიბადა რა მასწავლებლად. თუ გინდა მონდებული ხარ, შენ შეგიძლია გახდე ნებისმიერ დროთა განმავლობაში იხვეწება ყველაფერი და ნუ ახლა მაგრამ მე ვთვლი რომ ძალიან უნდა ხანდახან მშობელი დაფიქრდეს ვისთან წაიყვანოს ბავშვი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება უკურიაქცია იმის ნაცვლად რომ მოინდომოს აღარ მინდა ვაიმე ეს რა არის და იმეჯიც ვარდება საერთოდ წარმოდგენა კარატეზე და მე გული მწყდება მაგაზე ხანდახან რომ მოდის ბავშვი რაღაცა 3-4-5 წელი რაღაც კარატეზე დავდიოდიო და არაფერი არ იცის. აი ახლა რომ ინგლისურზე იარო და საერთოდ ამბანი რო არ იცოდეთ. ეხლა რა სიტყვი, სად დადიოდი, ხო არ დაიწყებ ახლა, მე არ მაინტერესებს სად დადიოდი, მაგრამ მე ვხედავ რომ არაფერი არ ისწავლა. უბრალოდ ფულები იხადა სადღაც. აი რა მაინტერესებს ახლა დარწმუნებული ვარ ჩვენ ტელემაყურებლებსაც აინტერესებს, ვისაც აქვს სურვილი რომ თქვა თქვენთან მოიყვანონ ან უბრალოდ კარატით დაკავდნენ. აი როგორ უნდა შეარჩიონ, როდესაც არ აქვთ ამ სფეროში გამოცდილება პედაგოგი? რა თქმა უნდა, ახლა ძალიან ძნელია და ხანდახან ძალიან დიდი რეგალიებით და იმეებით და დიპლომები აქვს იმ ადამიანს, ვისაც საერთოდ მე ვიცნობ. მე ხარ მინდა ვთქვა ჩემ კოლეგებზე, მაგრამ ჩვენ აი ვინც ვიცნობთ ერთმანეთს, საკმაოდ კარგად ვიცით ვინ არის სპეციალისტი დარგის და რა თქმა უნდა არა ცუც ვერ ვიძახით მაგრამ რჩევას ვაძლევთ ყოველთვის მშობლებს და ბავშვებს ნუ გაჩნია ვის რა აინტერესებს ხო ზოგს აქვს აინტერესებს აი ესეთი სუფთა სპორტული მიმართულება ზოგს კონტაქტური კარატე აი სადაც აი არის მწყინველი წარმომადგენლები და თქვათ სხვადასხვა მიმართულებები არის კიოკუშინკა ესე იქ ნუ მიმართულებებს ვაძლევთ რა იქ წადი აქ წადი ახლა სადაც მაგრამ მე ჩემთან რომ მოდიან მე რჩევებს ვაძლევ რა მე ვერ ვიცი სად არის ის რა ქვია დონე სადაც ბავშვი უბრალოდ არ დამახინჯდება უკვე საით აქვს უფრო თუ მოდის ჩემთან მე ვცდილობ რომ დავაინტერესო თუ საერთოდ არ იცის და სულ ერთია სად იაროს ეს არის უბედურება ხანდახან ნუ აი დღეს მოვა კარატეზე ხვალ კალათბურთზე ტაიკვანდოზე აი ეს აი თვითონ ბავშვს აბუჭებენ და ამახინჯებენ ამით ხანდახან მშობლები რომ იბნება ბავშვი არ შეიძლება დღეს ინგლისურზე ხვალ ფრანგულზე ზეგი ერთი რაღაცა უნდა ისწავლოს ჯერ ბავშვმა რაღაცა სისტემაში ჩაჯდეს რეჟიმში რა თქმა უნდა რომ უბრალოდ ისწავლოს სუნთქვა გიმნასტიკა რაღაც ჯანმრთელი გახდეს და მე რა თქმა ყველაზე მთავარია რომ თვითონ უნდოდეს ბავშვი მე ვარჯიში და განვითარება და საკუთარ თავთან მუშაობა ყოველთვის შეხსენებით იმით ამით ეს უკვე ნუ ეს საქმე არ გეთდება რა. აი მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ნიჭიერი ბავშვები არიან საქართველოში საერთოდ, განსაკუთრებით გოგოები. და ჯგუფში თუ ერთი გოგოა, ან ორი გოგო, ეს იმდენად დადებითად მოქმედებს ჯგუფზე და ბავშვები, ბიჭები თავს ეკლავენ, ყოველს უნდა რომ რა ქვია არ ჩამორჩეს და სირცხვილია და არ შეწყდეს და ესეთი მომენტია რომ აი სტიმულიც არის და გოგოებისთვისაც ახლა მე რო უყურებ სოფლიოში მასობრივად ვარჯიშობენ ევროპაში განსაკუთრებით საქართველოში არა ეხლა არა ადრე ვარჯიშობდნენ ძალიან ბევრი რატომღაც საერთოდ პოპულარობა უკან და უკან წავიდა არ არის ნუ აი არანაირი დაინტერესება არანაირი რეკლამები არანაირი აი თქვენი გადაცემის და თქვენი პირადად დიდი მადლობელი ვარ რომ მაქვს საშუალება რაღაცნაირად ნუ ჩემებურად შეიძლება მე ახლა არც პრეტენზია მაქვს რომ მე ახლა ესეთი ცოდნა მაქვს ან ისტორია ხო ნუ ახლა მე საერთოდ არ მეყვას როდესაც ადამიანი ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე და მაგრამ აი ესეთი გადაცემები ახლა ჩემ დონეზე უბრალოდ საშუალო დონეზე შეგვიძლია ჩვენ ადამიანებს ჩვენ მოსახლეობა გავარკვიოთ რა არის რისთვის არის და ხო რაღაცა ნუ აი შეკითხვები რა თქმა უნდა იქნება სულ და რა თქმა უნდა ეხლა
მშობლებიც იქნებიან უკმაყოფილოები და ხანდახან ბავშვი თქვა შეჯიბრებაზე გამოდის და აგებს და მშობელი ეუბნება აუ ეს არ ვარგა ეს ტრენერი არ ვარგა ეს კარატე და მიყავს ბავშვი და გადადის ან სხვა სპორტზე ან სხვაგან და როგორ გითხრათ იცით ბევრზე არის დამოკიდებული ხანდახან მშობელს უნდა დღეს შედეგი კი ვიდრე ბავშვს და ხო და უნდა რომ ეიტრაბახოს მეზობლებში თავის მაკაცებში თავის და რო აი ნახე მე რა ნიჭიერიშვილი მყავს და ნახე რა აი უცბად რა ერთ თვეში ორ თვე სამ თვეში და საქართველოს ჩემპიონი და ნუ ეს არის ეს ხო მომენტი რა ხო რა თუ გინდა შედეგი აუცილებლად დროს სჭირდება აუცილებლად იქნება ეს შედეგი ნებისმიერ დარგში სხვადასხვა მარტო კარატეში არა ნებისმიერ თქვენ ახლა ალბათ იცით და იმიტომ რომ თქვენც სწავლობთ ალბათ რაღაცას და ყოველთვის იცოდეთ რომ გაიზრდებით ისწავლით და შედეგი მოუვა და იქნება აუცილებლად აი იმის რამდენ დროსაც დახარჯავ რამდენ ენერგიას სიყვარულს აი ეს ყველაფერი გულიდან უნდა მოდიოდეს რომ მე იქნება რა თქმა უნდა მოდით ჩვენ ახლა გავიდეთ მუსიკალურ ჭრაზე და სულ მალე დაგიბრუნდებით. დავბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლობა, ისევ და ისევ გადაცემა SMS მიქსია თქვენს ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ საინტერესო თემაზე კარატეზე და ეთერს ისევ და ისევ გავუძღობთ მე და ალექსანდრა. ჩვენ სტუმართან ბატონ ოთართან ერთად და ბატონო ოთარ, აი რა მინდა გკითხოთ, ესეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ გოგოები ძალიან დაკავებულები არიან აქტიურად სპორტით, დადიან დააკეთებენ ვარჯიშებს ტრენაჟორებზე, მაგრამ არ შედიან სპორტზე, როგორც არის კარატე, ვთქვათ, იმიტომ რომ აქვს სტერეოტიპი, რომ ის ამახინჯებს, ვთქვათ, ფიგურას ცვლის, კუნთებს აყენებს, მართალია ეს? არა, რა თქმა უნდა, ეს არის სტერეოტიპი და არ არის სიმართლე. კარატე როგორ არც ერთი სპორტი არ ამახინჯებს. არც ერთი სპორტი პირიქით ანვითარებს და ეხმარება ადამიანს იმისთვის, რომ იყოს ჯანმრთელი და ლამაზი. კარატე განსაკუთრებულად ახლა ჩვენთან არის მსოფლიო ორგანიზაციებში ცალკე შეჯიბრებები გოგოებში, აი კატებში, სადაც სინქრონულში მაშინ რამეს სილამაზე არის, ქორეოგრაფიის დონეზე ეს არის ესეთი, რომ შეხვიდეთ საიტებზე და ნახოთ, რას აკეთებენ გოგოები, რა ლამაზები არიან და რა მასობრიობა მსოფლიოში. მე მგონი მწყდება, რა თქმა უნდა, საქართველოში, რომ არა, ვარჯიშობენ, მაგრამ ნუ რა შედარება, ეს ერთეულები არის და მე მაგალითად აი ვიყავი ჰოლანდიაში სემინარზე იქ 80 წლის ქალი დადგა და სემინარზე იაპონელთან პირველ აი ახალი დაწყებული ქონდა კარატეზე ვარჯიში ესე უყურებდი და აი შემიყვარდა იმ თვალსაზრისით რომ აი არა მონდომებული იყო იდგა თავისთვის ვარჯიშობდა რაღაცა ელიტებს აკეთებდა ამიტომ საზოგადოებრივ სხვა მიდგომა არის იქ თუ დარწმუნდება რომ ეს კარგია ჯანმრთელობისთვის და ამისთვის დაადის მე შემიძლია გითხრათ რომ მარტო კარატეზე არა ნებისმიერი ნორმალური მწოდნე მასწავლებელთან ნებისმიერი სპორტის თუ მოხდება გოგო ეს იქნება კარგი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის პირიქით რა აი სკოლიოზები აი ეს რომ სხეული ვერ უჭა ნებისმიერ ორიენტირ ცეკვაზე მაინცია რომ ესეც კარგია თუ არ შეუძლია სპორტზე და პრობლემები არის თავარია ჯანმრთელი უნდა იყოს გოგო და ბიჭი მნიშვნელობა არ აქვს ერთი დედა უნდა გახდეს მეორე უნდა იყოს მამა და უნდა იყოს მეომარი უნდა იყოს სადღაც სამსახურში ჩაბმული და უნდა იყოს ჯანმრთელი იმისთვის რომ რაღაცა აკეთოს ნებისმიერი პროფესიის შეიძლება გახდეს ყველა მაგრამ ეს კარატე და ჩვენი კარატე დაეხმარება მარტო იქნება მეგობარი რომელიც მთელი მსოფლიო ან სიცოცხლის განმავლობაში შენ უღალატოდ მოყვება და შენ გვერდით იქნება რა კი რა თქმა უნდა აი რა ინტენსივობით ვარჯიშობენ თქვენთან თქვა საერთოდ
სამჯერ კვირაში არის მეცადინეობები ესეთი და მაგა ყოველდღიური ვარჯიშის აი ყოველდღიური ვარჯიში და სისტემა და რეჟიმში ცხოვრება დროზე ძილი ნორმალურად კვების მიღება და დილით ადგომა და უბრალოდ დილის ვარჯიშის გაკეთება ეს არის აუცილებელი ნორმები და იქ უკვე თუ გექნება თავისუფალი დრო სწავლა დასვენება და ილეთების შესწავლას ნახევარი საათი ყოველდღე 1 საათი მაინც უნდა დაუთმო რომ შედეგი იყოს. ანუ ყოველდღიური რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიური პროცესია, ყოველდღიური პროცესია. ძალიან სასიამოვნოა ეს, იმიტომ რომ აი როგორ ხდება, როდესაც თქვა ვარჯიშობენ და მერე ეშვებიან, იმიტომ რომ ვარჯიში არის ძალიან სასიამოვნო პროცესი, ადამიანის განვითარებას უწყობს ხელს, როგორც გავიგეთ და აი თქვა უცებ 13 წლის ასაკში 6 წელი დადიოდი და შეეშვი მერე. ძალიან ცუდია, ხოთაშურის საშიშიც არის. აი, ნუ 13 წლის იმდენად არა, აი თქვა დადიოდა 5, 10, 15 წელიწადი ნებისმიერი სპორტი უცბად შეწყვეტა. და მიდის მერე უკვე უკურიაქციები, ან გასუქება, ან დარღვევები, ან ნების აი უფრო და უფრო რისკის ქვეშ ხდები სხვადასხვა დაავადებების რა. ისეთ სხვანაირ კურსზე უნდა წახვიდე, თქვა უბრალოდ უნდა ივარჯიშო. თუ ანებებ უცბად არა. უნდა ან ინტენსივობით ივარჯიშო, ან რაღაცა ნელ-ნელა დაანებო. თუ გადაწყვეტილი გაქვს დაანებო. მაგრამ ესეთი გადაწყვეტილება როგორც მე ვიცი არავის არ აქვს ხო მე ხვდებიან 10 წლის მერე 15 წლის მერე დანებებული ადამიანები ბავშვები ბიჭები კაცები და ყველა ნანობს რომ დაანებო ყველა იძახის ვაიმე რატო დაანებო მაგრამ გვიანი ხო არასდროს არ არის ნუ ხო მეუბნები ზუსტად ესე და ზოგი იწყებს ისე ბრუნდება და ესე შემდეგ მე მივესალმები სპორტის პოპულარიზაციას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ოთარ მობრძანებისთვის. გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეჯიბრებებში და ზოგადად და დიდი მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. ჩვენ კიდე დაგიბრუნდებით უკვე მე და მარიამი და შევაჯამოთ ეთერს. დიდი მადლობა ბატონო ოთარ. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ ისევ ეთერში დაგიბრუნდით. ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ოთარ გრძელიშვილი, კარატეს ფედერაციის დამფუძნებელი. ძალიან საინტერესო ბევრი რამ გაგვაცნო და მე მგონი მეც შევალ კარატეზე მალე, იმიტომ რომ მომინდა. თან აღსანიშნავია რომ მას აქვს ღირსების ორდენი და აქვს გახსნილი მიმდევრობაში გოჯი რინო. და მოკლედ საინტერესო არის ის რომ მე მგონი ჩვენი ეთერით რაღაც მომენტში პოპულარიზაცია გაუკეთეთ ამ სფეროს, იმიტომ რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია. წამოვიდა ტენდენცია იმისა, რომ გოგოები კავდებიან სპორტით და როგორც ბატონმა ოთარმა თქვა, ძალიან სასიამოვნო და დადებითი შედეგები მოაქვს ყველა სქესის ადამიანისთვის, ყველა ასაკში, რადგან როდესაც კარატეთი კავდებით, ჩვენი სხეულის და სულის კარგ მხარეს წარმოვაჩენთ, იმიტომ რომ რაღაც ჩვენს ან გაღვივება ხდება ჩვენი, რადგანაც თუნდაც განეგნულად ხა ისეთი პერიოდია წარმოვაჩენთ, თან უფრო მოწესრიგებულები ვართ, როდესაც კი მართალია ხარ, თან ახლა ისეთი პერიოდია, რომ ძალიან გადატვირთულია ალბათ ყველა ადამიანი და მე მგონი ყველას სჭირდება ეგ მე მაგალითად გამიჩნდა სურვილი აი ამ გადაცემის მერე რომ წავიდე და დავკავდე კარატეთი. კი, ნამდვილად ესე. მოკლედ, დიდი მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ, დიდი მადლობა ბატონო ოთარს იმისთვის რომ ისე საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდა ამ სფეროსთან დაკავშირებით და დაგვაინტერესა და მიგვიზიდა ჩვენ და საშანავნებლად. მოკლედ, ეთერს ვუძღვებოდით მე და ალექსანდრა. ეხლა უკვე იმედია საინტერესო იყო ჩვენი ყურება და ახლა კი დაგემშვიდობებით. ნახვამდის.